როგორ ისე დაგეგმა ეს ყველაფერი და გაიქცა, რომ არც შენ და არც მამაშენს არაფერი გითხრათ? მე არაფერი არ ვიცი. დიმიტრი დიდი ხანია არ მინახავს. ხედავ რა დღეში ჩაგაგდო შენმა ძმა, შენც და მამაშენიც. კარგი, მე დავიჯერე რომ არაფერი იცოდით. მაგრამ სხვები დაიჯერებენ. და რა უნდა ქნა, ეხლა ესე უნდაია რომ ყოველდღე დაკითხვებზე? ის შენი მოხუცი მამა არ გეცოდება? კაც გულის პრობლემები ქონია. ამდენი გამოკითხვა გაუძლებს ის კაცი? კაცი სამშობლოს რო გაყიდის, ის ძმასაც გაწირავს და მამასაც. ჩვენ მართლა არაფერი არ ვიცით. პირიქით იმედი გქონდა რომ თქვენ გაგვარკვევდით რამეში. არ ვიცით რა მოხდა, რა უნდა გითხრათ. რა მოხდა და ის მოხდა რომ ეგ შენი პატივცემული დიმიტრი არც კომკავშირელი იყო, არც პარტიული და არც ჯარში წავიდა თავის დროზე. აი ამით ყველაფერია ნათქვამი. წყალი შეიძლება რომ დამალევინოთ. შენი ძმა აგენტი იყო. გამოაშკარავები შეეშინდა და გაიქცა. აი ეხლა საკითხავი ის არის, შენ და შენი ოჯახი ეხმარებოდით ამ აგენტურულ საქმიანობაში თუ არა? სასაცილოდ აქვს არა საქმე. აი შენ ადგილას მე ასე მხიარულად არ ვიქნებოდი. ერთი ეს მითხარი. აი ეს გოგონა ვინ არის შენთან ერთად რომ იყო? მაგისგან რა გინდათ? რა უნდა გვინდოდეს? თუ ყველაფერს იტყვი და აღიარე, არც არაფერი. მე მართლა არაფერი არ ვიცი. მართლა გუნდის წევრების ბოლო მომენტამდე ელოდებოდნენ მატარებელში რომ ამოსულებო. არავინ არ გაუფრთხილებია ისე წავიდა, ერთი წერილის არ დაუტოვებია. მე რა უნდა გითხრათ, მართლა არაფერი არ ვიცი. კარგი. მოდი ახლა მე და შენ ერთ რამეზე შევთანხმდეთ. აი ეს არის შენი ჩვენება, სადაც შენი ძმის აგენტურულ საქმიანობას აღიარე. ყურადღებით წაიკითხე და თუ ეთანხმები ხელი მოაწერე. და მე ყველაფერს ისე დავალაგებ არც შენ და არც შენ ოჯახს. პრობლემები არ შეგექმნებათ. კი, მაგრამ თუ არა და დაივიწყე ეს შენი საცოლეც, მამაც, მეგობრებიც და შენი მომავალი საფეხბურთო კარიერაც. მარტო თბილისში კი არა. კავშირის მასშტაბით არც ერთ გუნდში არ მიდიხარ. იფიქრე კარგად.
ისე მაგარი მომატებულია გვიტოს, ხო იცი? როგორ მშრომელი ბიჭი გამოდგა ეს ბიჭი? ჰა? ხომ გეუბნებოდი მაგარი ბიჭია თქო. ესეთი ახალგაზრდაა ბიჭო და ასეთი კონცენტრირებული მე იშვიათად მინახავს. აბა, ეს რო წარმოიდგინე ახლა ოჯახი აფხაზეთში თვითონ აქ მარტოა და რამხელა ძალა უნდა გქონდეს რომ ეს არ შეიმჩნიო და ვარჯიშისკენ კონცენტრირებული იყო. ძალიან მაგარ ამას როგორ ახერხებს მაგარია. რა მინდა იცი? ჟორი, მოიწერდი. ეხლა შერახენ იცი? ძმურად ორი კარი ათამაში. ხო და ვიტოს მხარე დატვირთე რა. კი ვა. იქ. ადილაგე რაღაცეები. შესვლა. მოდით აქ. მოვიწიეთ ბიჭებო. ბიჭებო, ეხლა ორ კარს ვითამაშებთ და ვეცადოთ რომ მაქსიმალურად ვიტოს ფლანგი დავტვირთოთ. ავტომატურად მცველებმა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად შეუზღუდოთ ვიტოს სივრცეები. ვიტო, აიღე შენ თავზე რა, დრიბლინგი რაც გაქვს შენი პლუსი. ერთხელ მოატყუე, არ გამოვა, მეორეჯერ მოატყუე. შეძვერი, პენალს აიკიდებ, სტანდარტულს აიკიდებ, ჯარიმას აიკიდებ. ერთხელ არ გამოვა, მეორეჯერ გამოვა. მეორეჯერ არ გამოვა, მესამეჯერ გამოვა. დავიწყეთ. დავაი. წავიდა. თამაში. თამაში, აქეთ დატვირთე. აქეთ დატვირთე თქო. ეგე. ვიტო. ვიტო. ელენდა. პასი. ჰეი. გო. აგიხარ. რაბად გააგორე. ვიტო, მოდი აქ, მოდი. აია. ჰა? რა უჭირს მითხარ? კარგია. აიღო, ვერც მითხარ? რაღაც სუნთქვა გამიჭირდა. ჰა? რაღაც სუნთქვა. რატომ მოცადე? მიდი თითქოს ჰაერი არ ყოფს. ვაგძელე. არა უშავს. წადი ახლა იქიმს და ენახე. მიდი დროზე. მიდი. სიზუსტე. აროჩი. ამოვიდა. რა ვიცი, რა სუნთქვა მიჭირს და. მე გავუშვი გინდა. სუნთქვა მიჭირს და. კარგია. მე დედღობა შეკება მაწყინა. არ ვიცი. გამარჯობა. ბოდიში ექიმი არ არის? მეც ექიმი ვარ. უბრალოდ პრაქტიკად. ჩემ. აბა, მე შემიძლია დაგეხმარო. ახლა ვარჯიში გვაქვს. თამაშობდი და რაღაც მომენტში სუნთქვა შემეკრა. თავბრუდა გეხმამ? კი, ცოტა. ისაუზმა? კი, ჩაი დავლი. ხო, ჩაი? კი. შაქრით. არა უშაქრით. და უზმაზე ვარჯიში რა შეიძლება? ვიცი, უბრალოდ ვერ ჭამდილი ზოგადად. აი, მოდი დაჭიქ. მაისური გაიხედა შეიძლება. ბოდიში პირდაპირ ვარჯიშიდან გამომიშვაგოდი. ხო, ძალიან უკვე მითხარი. თანაბრად აღრმადა სუნთქვა. მათ ჩაისუნთქა?
დამელო. სალამი. რაო მარტო. ალევრამეს. რავი, რა მეკრებკი. ლიკა. ჯანჭურის არაყი რა ორდი ჭიქაში. ზესტაფონსკი? აბა რა მოიფიქრე? არჩი 10 რა. რა 10? 5-ზე არ შევთანხმდი. არ გამოდის სხვანაირად რისკია დიდი. უნდა თანხაც შესაბამისი უნდა იყოს. ხო, მაგრამ წესითში ძალიან ბევრია. შეიძლება მაღაზი არ წამოვიდე. არ წამოვლენ და ნუ წამოვლენ. მომისმინე, ჩემო ძმაო, თუ ამ საქმეში შემოსვლა გინდა, აქ ჩვენი წესები გვაქვს. ან ამ წესებს ერგები, ან ალაგა საქმიდან გადიხარ. შენზე დაღლა რამ დამირეკა. მითხრა ვინ ხარ, რა კაცი ხარ და მაგ პონჩი ჩაგიდექი თავდებში. და თუ ამ საქმეში დარჩენა გინდა, მომავალში ეგეთი სტრანი მანევრები აღარ იყოს. ხარშო. გაითვალისწინე, რომ ამ საქმეში სერიოზული ხალხი გვას უკან. და ბოლო სიტყვა მაგაცია. იგი დიდი მადლობა. მითხარი, აბა როგორ მოიფიქრეთ? როგორ შევთანხმდით? ჯერ ერთი, მერე მეორე. მაღაზი არინერვიო. შენ ლიჟბის შენი საქმე გააკეთე. მე არ ვინერვიო. იტებში, აგერ არის ტიში დვესი, როგორ შევთანხმდით. დალში, ბურში. სასტავსაც დაველაპარაკები და გაგაგები. მოგამო. აი. რა იყო დიმიტრი, რაზე ნერვიულობ? რა მაქვს ანერვიულო? მე რა როგორ არის? ოდე ძალიან ხო, მე რაბის ნუ გარეო ამ საქმეში რა. არაფერში არ ვარ, უბრალოდ მაინტერესებს. მე რაბი კარგად არის. არგენტინაშია. აბა დიეტკაც დამაგვიანდა. რამაც მოდი. ავიჭედები. ამოჯებოთ. როგორც ვატყუცო და რასასიამოვნო საუბარი გვექნება, ხო, მაშინ დროზე ვქნა, თორე საქმეები მაქვს თავზე საყრელი. რა ხდება დიმა? მოკლედ კოტე თვლის, რომ მიმინოში წილი ეკუთვნეს. რა წილი? ეს. მე? ნუ მე ახლა ჩვენგან ითხოვს ამის ოფიციალურად დადასტურებას. შაყირო. ხო. შაღირობს. მომისმინე რამას. სიმართლე გითხრა მე შენთან არანაირი პრეტენზია არ აქვს. ჩემ ძმასთან მინდოდა რაღაცის გარკვევა, მაგრამ დიმიტრი შენს გარეშე რატომღაც არ ლაპარაკობს. ცოტა ხნის წინ დიმიტრიმ
გადმოგიფორმა კლუბის წილი ოფიციალურად, ასეა ხო? მე ეს საქმე რომ დავიწყეთ. ხო ვიყავით სამნი, მე შენ და დიმიტრი. ხო და ჩემი წილი სადაა? აკაპტი ჩადიყავიო კაცო. ახლა გაგახსენდა მიმინო. აი უბედურებაც ეგ არის რომ არც იცით სად ვიყავი. არა შენ მომენტ რატომ უნდა იცოდე, მაგრამ აი ამას ფორმალურად ჩემი ძმა ხო ქვია. მაიცა. ბიჭო, შენ ჩემთანა გაქვს კიდე პრეტენზია? რამდენჯერ გაგიმართე ხელ? და რამდენჯერ ვცადე შენი დახმარება, მაგრამ შენ რა ლიმიტი აქვს მობას. 5 ჯერ თუ დამეხმარები, ხო მე-6-ჯერ აღარ არ შეიძლება. ლაპარაკობ ახლა შენ სწორად. დიმიტრი არ იმსახურებს შენგან. რამას მომისმინე, მე არავისთან ვალში არ ვარ. და ეს თუ დამეხმარა, მეც ბევრი რამე გავაკეთე თავის დროზე. მაგრამ ამის ბალამუტის თავი არ მაქვს რა, ვინ რამდენი გააკეთა და როგორ გააკეთა. მიმინო არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ჩემი ბიოგრაფია. თამაშობდი ბატონო ამ გუნდში. და ეს ლოგო სიამაყეთ რო აფრიალებთ იქეთ-აქეთ თუ გახსოვთ, მე დავახატინე გეგეს. მე ამ ლოგოს დახატვის გამო ითხოვ ახლა პროცენტებს? არა, იმიტომ ვითხოვ რომ მეკუთვნის. მე სხვისას არაფერს ვითხოვ. თქვენ ჩემზე კარგად იცით. რა წვლილი მაქვს შეტანილი ამ გუნდის ფერზე დაყენებაში. ბიჭო, შენ შუბლის ზარგი გაწყვეტილი გაქვს საერთოდ? არ იცი რა ქენი? რა ვქენი? შენ ვირად კარგად იცი რაც ქენი? რა ვერ გაიგეთ, რომ დრო იყო ესეთი დრო. ყველაფერს თავისი წესები ქონდა და მაგათ წესებით უნდა გვეთამაშა. ბიჭო, თავს ლაფი დაგვასხია. საქვეყნო სირცხვილი ვჭამეთ შენს გამო. შენ კიდე ამბობ რა ვქენიო? სირცხვილი კი არა. მე თქვენ რომ მაშინ ჩემთვის დაგეჯერებინათ, ეს გუნდი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გუნდი იქნებოდა საქართველოში. მასე რომ ფიქრობდა ყველა, მაგიტო იყო მაგ დღეში ეს ქვეყანა. არა შენ ახლა როგორც გინდა ისე ატრიალებ. აი ეს ბალუდა ვიღაც შპანარი ვერ გადიოდა ტერიტორიიდან. ვინ გაიყვანა და როგორ? კოტე რა გინდა ბოლო-ბოლო თქვია? %30 მინდა გუნდის. რა? არ მინდა რა ახლა ეს ლაი და ამბები. თქვენს გულებში ჩაიხედეთ და პასუხი ისე მითხარით. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მე არ მიყვარს თქვენი საუბარი. ან მომცემთ რაც მეკუთვნის, ან ჩემით მივიღებ. რას ნიშნავს მიიღებ? როგორ მიიღებ? აი ასე, რაც მეკუთვნის, ჩემით მივიღებ. აბა თქვენც. მებო არჩ როგორც ვიბაზრეთ რა შენ პენელს აიგინებ და უხეშად ითამაში მეკარესთან შეთანხმებული არის რომელიმე კუთხეში გადახტება შენ პროსტა ცენტრში გავუშვი ბაჩობით რა არ გინდა ეს გაფორმოთ თორე გინაღამ გაიმაზა მაგის გამოწინა აი გამიხარდა შენი ნახვა დღეს გიგებთ, ხო იცი? აბა წარმატებები, მაგრამ Ямасчик.
პირადობა ხარ და გავუწყო. არა. ყველაფერი თან აქვს. რაც ჩაფიქრებული ხარ. ხო, რა ვიცი. ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ თავის საზღვავის მიზნით გადავამოწმოთ მაინც კარგად. ხო. აბა რაზე ფიქრობ? თამაშსა? კი. ისე შენ განსხვავებული ექიმი ხარ. ხო? ვითივით. უფრო ყურადღებიანი ხარ. და ჩაჩანიძესაც არ გავხარ. რა სარჩი ბეკაც? არაფერს, უბრალოდ თუ ჯუჯღუნებს და უყაყოფილ. ამ ხალ კლუბ შექმნე მარტო იყო, წარმომიდგენი როგორ იქნებოდა. ხო, ეგეც არის. შენ აფხაზეთიდან ხარ, ხო? კი. შარშან ჩამოვედი აქ. ой, მართლა მე მგონა აქ ცხოვრობ. არა, ხო. ოჯახი? ჩემები იქით არიან. ახერხებ ხოლმე ნახვას? ალშიბაია. კი, ჩვენ ვართ. კი არა 6 აპრილი. ხო, კოტე, არ გამოდის. იქაც პრობლემაა. არის შოვება ეგრე მარტივად, თან მაგფასი შე როგორ სიძმის. მე რა ვქნა ახლა ნახევარ გულ ჩავაცვა და მეორე ნახევარს არა? არ ვიცი, კოტე, გენაცვალე შენ. ვაუ! თხილავდო. ცოტა თქვა დაატანე. ვინ არიან? ახლა მამის მინე შენ მენუ მენაცვალე. შენ წადი და შენ მშობლებს და ოჯახს ენაცვალე. ეხლა ადექი. საიდანაც გინდა იქიდან მომიტანე. გეუბნები, კოტე, არ გამომდის. რო გამომდიოდეს, ხო არ გეტყობი. შენ ისეთი კაცი ხარ. დამოიყვან. მისმინე. თუ შეგიძლია თანხაწინას წარმომცე. რამდენი გინდა? აი, რა ვიცი, საწავი, საჭმელი, მებაჟე. აბა მაგრა. მაგრა. საქართველოს ენახა ეს მატჩი მოსკოვის თასობრივად და სპეციალურად გაუძლიერდა რეპორტიორი ლაპარაკობს იმ შესახებ რომ აი ხედავთ რა საწმედი არიან ჩამოსული
გათხოვა მაგათ არა აქვს ეს მაგათ არა აქვს რა თქმა უნდა იგი წააგებენ ახლა მაგრამ ნუ დაახლოებით ასეთი ის იყო ხედავთ ვერ ატყობ არ დაგასულ ხეთში ვითამაშობენ ვერ ატყობთ რომ დაიღალენ ვერ ხედავთ რომ დაიღალენ ეხლა ეს მოგება უფრო სხვა მასაც იღებს რომ აი პატრონი შკოლია მიუხედავად ამისა ჩვენ ისეთი მაგრები ვართ მაინც მოვუგეთ ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის იცით აი ის დამკვიდრებული ჩვენ შეგნებაში ჩვენ მენტალიტეტში ის არ არის რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რომ შენ აი ამ შენი ვა ბატონო ნუგზარ როგორ ხარ რამაზიკო კარგად მოგზანდით რა არა იყოს რაღაც საქმე მქონდა შენთან ტელეფონით ვერ დაგეკავშირდი ვიფიქრე ნახავ მეთქი ხოდა შემოგზანდით ასე ყო არ ვიდგებით კაცო მოდი ბატონ ნუგზარ ხო დალევთ ულს არა მადლობთ აბა ჩაის არა ჩაის ლუდი მირჩევნია ერთით ამ შევაწუხა რამაზ სტატიას წერთ ეროვნულ ჩემპიონატზე და ისეთი ამბავი მოხდა მინდოდა შენთან მოვსულიყავი და პირდაპირ ჩამეხედა თვალებში ბოლოს და ბოლოს უცხოები ხომ არ ვართ ერთმანეთისთვის რა მოხდა ეგეთი კარგად იცი რაზეც გეუბნები არა ნამდვილად ვერ ხვდები რაზე მეუბნებით კარგი რა რამაზ რადგან ეროვნულ ჩემპიონატს კამერები აღარ იღებს და კონტროლი არ არსებობს ყველაფერი ხომ არ უნდა ვიკადროთ ბოლოს და ბოლოს ეს ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დაფარული ბატონ ნუგზარ მართლა ვერ ხვდები რას გულისხმობთ ხაშურთან თამაშში პენალტი როგორ დაიდო და როგორ შესრულდა აი ამაზე გეუბნები რამაზ მე შენს ოჯახსაც და შენს დიდი ხანია გიცნობთ ბოლოს და ბოლოს ჩემ თვალწინ გაიზარდე და კარგად ვიცი რომ შენ ამას არ იკადრებდი მითხარი რა მოხდა პირდაპირ მითხარი მადლობა რაო რამაზ რა ჩაფიქრებული ხარ ეს კოტე იყო დღეს შენთან კოტე დიმიტრის ძმა აჰა დიმიტრიც რაო რა უნდა და მეც დაფუძნებელი ვარ მიმინოსი და რაც მერგება დამიბრუნეთო დიმიტრიც იქ იყო? კი და ახლა რა იქნება? ვიცი რა იქნება ვერ გავიგე ვერაფერი იბჟუტურა და დავიდა ახლა მაგან იგრძნო ფულის სუნი და მოიძურწა, ხო? ალბათ. შეიძლება. რა ვიცი. ენანინერნო მაგაზე. ნამცხვარი მაქვს კარგი. დავალ მოგიტან. აზო, ბაბუგები სადა რა შვება გამაგებინეთ. დღეს არ მილაპარაკია და ხვალ დაურეკავ. და დაურეკე, მოიყვანონ ბავშვი, მომენატრა ძალიან. კარგი ვეტყვი.
გისმენთ? კარგად, მადლობა. შენ როგორ ახარ? გისმენ? გამგობთ. მოიცა, ჩემები კარგად არიან? აი, კარგი, მადლობა. რო გამაგები. როგორ ხარ? ვიცი, კარგად მე მგონი. რა, ცუდად ხარ ხარ? უბრალოდ დაღლილი ვარ. სიმართლე მითხარები და. კარგად ხარ? კი, მართლა დაღლილი ვარ. აი, პოსენ არ მასია. აი, მიდი დაღარი ვარჯიშა დაისვენო. კარგი. რა გვინდა? რა ვიცი, რაღაც კარგი ამბავი მაქვს და უნდა აღვნიშნოთ. კაი ამბავი თუ გონდა რა და აღსანიშნე აკრას მოვყავდი. აღვენიშნა და მეორე დღეს მოვსულიყავი და. რა ვქნა, ჩემი ძმა, მაგრამ ეგეთი უყუღმართია, ხო იცი? აბა, რა საუბრიშნოთ, ის მაინც გითხრათ. თითო ჭიქა დავლიოთ და ყველაფერს გეტყვით. ჩვენ შეგრებას გამომარჯოს. გაუმარჯოს. მოკლედ. მთლიანი ეკიპირება გვექნება ბიჭების. ბუცებიან სპორტულებიანად. ვეცდები, რომ ეს 2-3 თვეში საშხაპეების პრობლემაც მოვაგვარო. კარგი ამბავია. კარგია, კი. არა, ხელფასები ვერ გაგვისტუმრებია და ამის ფული საიდან გვაქვს? ფულზე თქვენ არ ინერვიულოთ, მოგვარებული მოქ ეგ საქმე. როგორ? ბუცების ფული მეავიღე. დანარჩენი აქ არის და თქვენ თვითონ გადაანაწილეთ როგორც გინდა. ეს რა ფულია? რა მნიშვნელობა აქვს, ვიცოდი რომ გჭირდებოდა და ვიჩალიჩერა. როგორ თუ რა მნიშვნელობა აქვს? ხომ უნდა ვიცოდეთ ეს ფული საიდან, როგორ? რამაც. მებაღეს კინო გითხულობ, ხილი მიირთ. ქვეყანა გაჭირვებულია, ხალხს პურის ფული არ აქვს. შენ კიდე ამ ხელა ფულით მოდიხარ თან არ საიდან? კოტე. რამე გაყიდე? არა, კაცო, რა უნდა გამეყიდა, არა. აბა, ამ ხელა ფული საიდან მოიტანე, რამე შარში არ გაიხვიო. კოტე. ამასინად დაგინახე კვირაბში. სიხარულიძეს და ბუჩუკურს რო ელაპარაკებოდი. თავიდან მიფიქრე მეთქი თამაშზე ელაპარაკება თქო, მაგრამ მე სიხარულიძემ პენალია იქიდა. მეკარე კიდე სხვა კუთხეში გადახდა და ნაადრევად. გუშინძინ უზარი იყო ჩემთან მოსული სახლში. თამაშის გაყიდვაში დამდობრალი. რა პასუხი გამეცა არ ვიცოდი. მოიცადე, მამას. კოდე. არ მითხრა რომ ეს ყველაფერი შემთხვევა ბიჭებს ძალიან გთხოვრა. მე დავფიქრდი და წინა თამაშიც გუგავა მწითელი აიკიდა. სულ ყველა. ეხლა მოდიხარ. ამ ფულს მთავაზობ და გინდა ამ საქმეში გამრიო. მოკლედ. მე ერთ შევას მოგცემთ.
რადგან მანდეთ ამ გუნდში დირექტორობა მაშინ მაცადეთ რომ მართო ისე როგორც მე ვფიქრობ. რამაც მე ხო არ ვერევი შენ საქმეში და არ გეუნები ასტანოიში ვინ უნდა დააყენო და ვინ არა. ხო და თქვენ მე მომენდეთ და მე გაძლევთ იმის პირობას რომ გუნდის ინტერესებზე წინ არაფერი არ იდგება. რა გუნდის ინტერესები გოტე კარგი რა. როგორ არ ერევია? კაცი ორი თამაში არ მეყოლება, წინა თამაშის უძალით სამაგებინე. არ არის ეგ გუნდში ჩარევა? ხო, მაგრამ ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ რა სიტუაციაში ვართ, არა? ელემენტარული ცხელი წყლის საშუალება არ გვაქვს რომ გადაიღონ ბიჭება ნორმალურად. ბუცები არ ქონდა ამ დრომდე. ხო და ამ არეულობის ფონზე ვცდილობ რომ რაღაცას დავამსგავსო ეს გუნდი. ერთი წამი მომისმინე. თუ გვინდა რომ გუნდი გუნდს გავდეს, მაშინ ყველაფერი წესიერად და რეგიონად უნდა გავაკეთოთ. ბიჭო, ყველაფერი დავაგდება, კაცო, ქვეყანა დავაგდება, ჩვენს გვეშველება რამე. სულ ასე ხო არ იქნება. მაგრამ სახელი და რეპუტაცია თუ შეგველახა და სახლიდან თუ ვეღარ გამოვყავით, თავი რაღაც გვინდა ეს ყველაფერი გამაგებინე. არჩი, ეგეთი მდგომარეობაა ახლა. არეულია ქვეყანა. მაგ შენი ფეხბურთისთვის არავის არ ცალია. ყველა რაღაცას ჩალიჩობს, ლიშბი გადარჩეს ხო და ჩვენ ან ამ წესებს უნდა ავყვეთ და გადავჭეთ, ან რამდენი ხანი გაკაჩავ კიდე ამ გუნდ შენი ფულით. აჰა, მაქსიმუმ კიდე 2 წელი, ხო? მერე ისინი წამოიჩიტებიან და ვეღარ გაუკაჩავ. ფეხბურთელებსაც წაგართმევენ, ყოველთვის შენზე უკეთესი პირობები ექნება, ჩვენ კიდე ჩავეშვებით და ჩავეშვებით. მოიცა ყველა უწესოდ თუ იქცევა ჩვენს მამაძაღლობით და მაიმუნობით უნდა ვაკეთოთ ფული, ხო? რა ფული უნდა ვიშოვოთ? აქ იმაზე არის ლაპარაკი, რომ ბიჭებს ნორმალური ხელფასები მივცეთ და ადამიანური პირობები შევუქმნათ. არ ვიცი მე თქვენ რას ფიქრობთ და როგორ ფიქრობთ, მაგრამ მე ასე არ მიცხოვრია და არც ვაპირებ რომ ვიცხოვრო. წელიწობა და ყაჩაღობა რომ დემოდა მქონდა მე მაგისთვის კარგი პირობა შექმნილი. ამიტომ ანდრეიდან ყველაფერი თავდება. ანარდა მე გუნდიდან მივდივარ. არჩი, თქვენ როგორც გინდათ, ხო? ისე გადაწყვეტ. მომისმინე, დამშვიდე. კოტე. ეგრე არ გამოვა ძმაო რა. და საერთოდ დღეს იქეთ არც ვიცი როგორ უნდა გენდო. ყველა თამაში იმის შიში უნდა მქონდეს, რომ კიდე რამე არის მაიმუნი. ამ სამის გარდა კიდე ვინაა ამ საქმეში გარეული? ებს მეკითხები რა, მას ეხა ხომ არ მეღადავებ. არა? ეკითხები, ვინაა მეთქი ამ საქმეში გარეული კიდე რომ ვინაა კიდე გუნდიდან გასაშვები? არავის არ გაუშვებ გუნდიდან და ეხა ცოტა ფარები ჩააქრე, ძალიან აუშვი. სახელები ვინაა მეთქი ამ გასაშვები? ხომ უნდა ვიცოდე, კაცო? და ეგ ვერ გეცოდინება და ეხა ტვინს ნუ გამიტყა რა. კოტე, დაწნარდი. რა ხელებს მიბრახუნე, ბიჭო, შენ შიქ ხო არა? კოტე, დაწნარდი. რა შემესინდება თუ რა ხელებს რომ მიბრახუნე? გაგჭრი შუაში. კოტე, წესიერად ილაპარაკე. კოტე, გაეთრი აქედან. ჩვენ ამაზე კიდე დავილაპარაკ. კოტე, წადი მეთქი. ნაბოზა. კარგად ხარ? ოდიში რა. არ ვიცი ამ ბოლო დროს საერთოდ ვეღარ ვსვამ. იმა. ჩემ ხასე ის. ხოდა ანიქცევა გუნდიდან ან მე. ვიცი რამას და მივხედავ ყველაფერს. ლუკაჩო, მეშვები. რავი, არაფერს. შენ გეოდები. რა მეკჭირდება? არა, რა ვიფიქრე, მოტოთი გავისმენებით. სადმე? მაინც არ. ხო, მაგალითად საბადურის დღეში. მან ზამთარში მიდიან ხოლმე. ხო, მაგრამ ეხაც კაი იქნება. არ გამოვაიკამპო, თან ლექციაზე მოგვიანდება.
ბიჭო. ვიცი მეც მაგაზრზე ვიყავი. მაგრამ ბოლო დღეა, იცი რა ვფიქრობ. ხوار დავლაპარაკებოდით. მიგვეცა კიდე ერთი შანსი, ჰა? კარგი რა, რამას. ეს არ არის პირველი შემთხვევა. შენს ხო იცი რამდენჯერ ვცადე დახმარება. მაგრამ ბავშვობიდან ეგრეა, გაზრდილი. ყოველთვის ყველაფერი გასდიოდა. რამეს თუ დააშავებდა, პასუხს არ ამითხოვდა. ნუ ვიცი. ბიჭო, ესე 6 წელიც თითქოს ესე განსაკუთრებული არაფერი არაა, მაგრამ გაიხსენება 6 წლის წინ როგორი იყავი. პატარაა მაინც. ჩვენ კიდე რადგან უფროსები ვართ, მეტიც მოგვეთხოვება ალბათ. რამას? ეს არ არის ასაკის ბრალი. დედაჩემი მაგაზე ორსულად რო იყო, ორჯერ უთხრეს მუცელი მოგეშლებაო. მერე 7 თვიანი დაიბადა. ძალიან სუსტი ბავშვი იყო და სულ ავადმყოფობდა. ხან ბატონები, ხან ეს, აბაკოტეს ის უნდა, აბაკოტეს ეს ჭირდება. ყველა თან არის გადაყოლილი რამას. ამიტომ პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვს და ამის ბრალია ეს ყველაფერი. შენც კაი გათამამებული იყავი ის. კარგი რა, მე სად ვიყავი ეგრე? მე თუ რამეს დავაშავებდი, შენიშვნასაც მაძლევდი. და სხვათა შორის 1-2 მაგრათაც მომხვედრია. აი მაგას კიდე ეგ არ აქვს. ბოლოს რამდენჯერ მივეცი შანსი და მაინც იგივე საკეთებს. შენ კიდე არ იცი რამას. რაები ჩაიდინა და იკადრა მაგალ. ბიჭო, ჩემი სახლიდან ლიზას ბროშკა აიღო, წავიდა და გაყიდა. კიდევ კარგი ლიამში ამჩნია დროულად და ორმაგი ფული დამიჯდა მე მაგის გამოსყიდვა. თორე სამუდამოდ დავკარგავდი. ვიცი, მოყოლილი გაქვს გამბავი. ხო და იცი რა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც მაგას უნდა და თავის საქციელზე პასუხი უნდა აგოს. კოდე ხო არ არის? ამიცი აქ რატომ მოსულიყო? აქ არის? აი იყო დამშვიდი რა და. აქ არის მეთქი? აქ არის ხო, მაგრამ რა გაყვირებს დამშვიდი კაც. რა ხდება გამაგებინე? რა ხდება? ბაზაზე ვიყავი და დაცვამ არ შემიშვა. ხო, მე დაუბარე და მაგითო. შენ დაუბარე, არა? ხო, კოტე, მე დაუბარე. და როგორ აპირებ ერთი ამ გუნდის მართვას ჩემ გარეშე მითხარი? მომისმინე, ახლა აქ გასარჩევი თემა ეგ არ არის. წადი და მე დავილაპარაკე. შენ რო ჩემთან ლაპარაკი გდომოდა, მნახავდი და ადამიანურად დამალაპარაკებოდი, ესე არ მოიქცეო. კოტე, ერთი წუთი რამას შენ არ გეხება, ეს მე და დიმიტრის გვეხება. რატომ აკეთებ ამას გამაგებინე? არც იცი ამას რა მოყვება. არაფერი არ მოყვება, კოტე. წადი, დაწყნარდი, დამშვიდდი და მე დავილაპარაკოთ მე. რისთვის მაგ? არსად არ გაგდებ. უბრალოდ გუნდის განვითარებაში დროებით მნიშვნელოვანი როლი აღარ გექნება. იქნები ესე მრჩეველის რანგში და მე ვნახოთ. დამცინი. მე დაგცინი? მე დაგცინი კიდე კოტე. გუნდში მოგიყვანე. ესეთი საქმე ჩაგაბარე და შენ რა გააკეთე? წახვედი და ფულის კეთება დაიწყე. ეხლა თავხედობა ყოფნის და პრეტენზიები ჩემთან. 9ჯერ აგიხსენი ეს დედამოწყნული რა სიტუაციაც არის და რატო არასდროს არ შედის არაფერი? კოტე, წესიერად ილაპარაკე. მე რო ფულის გაკეთება მდომოდა, ისე გავაკეთებდი ყველაფერს და ისე მოუტეხავდი რომ ერთ შენ ვერ გაიგებდი ვერაფერს და ვერც შენ. ის ფული გუნდსაც მოხმარდა და თქვენთანაც მოვიტანე და რა არ მოგწონთ ერთი გამაგები. გუნდზე არ არის აქ ლაპარაკი, პრობლემა სხვა რამეშია. ვიცი რომ სხვა რამეშია პრობლემა, ზუსტად ვიცი რაცაა პრობლემა. ეხლა რაც ხდება პირველ რიგში შენ სასიკეთოდ ხდება. ერთხელ მაინც პასუხი უნდა აგო შენ შეცდომაზე. წადი დამშვიდდი, დაფიქრდი და მე კაცურად დავილაპარაკოთ. მე წავალ, მაგრამ მე კი არა, შენ დაფიქრდი. ვაფშე ორივე კარგად დაფიქრდით, იმიტომ რომ მე თუ წავალ, ისი არ წავალ, რომ კვალი არ დავტოვო. და რას აკეთებ ახლა? მე მუქრები? ძალიან კარგად იცი, რასაც გეუბნები, შენ ჩემს გარდა არავინ არ ყავს. ერთი მამა ყავდა და ისე დავასაფლავეთ, რომ ვერაფერი ვერ გაიგო. კოტე, აბა რაზე ლაპარაკობ? ეხლა მე თქვენ გეტყვით რა და როგორ იქნება. მე რო წავალ, კრიშა აღარ გეყოლება და ისე გაგიყიდიან მაგ თამაშებს, რომ ვერაფერს ვერ გაიგებ და ფულსაც არ შეგახვედრებენ. მერე შენი ბიზნესის გაფარჩაკდება, შენი გუნდიც და რო დარჩებით ესე, მოხვალ ჩემთან და მერე უკვე ძალიან გვიან იქნება. რამდენს მე დავხსნა? ბიჭო. სულ ეგეთი კურდღელი იყავი და ეგრე დარჩები. კარგად დაფიქრდით მეთქი ორივე.
როგორ ხარ? თინუშკები, ერთი რაღაც მინდა კიდე გთხოვო. ერთი ტრანზაქცია მინდა რომ მინახო. ანგარიშის ნომერი გამოგიგზავნე მესიჯად. კი, იგივე პიროვნება. ირაკლი ჩიქოვანი. მაინტერესებს მიმინო 19:19-დან მისი ჩარიცხვები. კარგი გელოდები. გამარჯობა ირაკლი. მე კოტე ვარ გელოვანი, მიმინოს თანადამფუძნებელი. ხო და შესაბამისად შენთან საქმეზე მინდოდა დალაპარაკება. ორივემ კარგად ვიცით რა საქმესეც. მოკლედ ეს ჩემი ძმა ერთი ქარაფშუტა კაცია. ხო და ზუსტად ვიცი რასაც აკეთებ. ზედმეც ნუ მალაპარაკებ. ხო და თუ გინდა რომ ყველაფერი ისე დარჩეს როგორც ახლა, მე და შენ რაღაც საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ. გონი ძალიან მარტივად და გასაგებად აგიხსენი ყველაფერი. ძალიან კარგი თუ გასაგებია. კარგი რომ ჩამოხვალ შევხვდებით. კარგი.